მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონ ნიუსის საინფორმაციო გამოშვებას, მე ნათია ალელიშვილი ვარ. ქრთამის აღების ფაქტზე მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის დირექტორი დააკავეს, რომელმაც ატესტატის გაყალბების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით $300 გამოართვა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 19 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მარნეულში ქრთამის აღების ფაქტზე დაკავებულია მარნეულის მეოთხე საჯარო სკოლის მოქმედი დირექტორი, რომელმაც ატესტატის გაცემისთვის საჭირო გამოცდების ვითომ და ჩაბარების სანაცვლოდ ერთ-ერთ მოქალაქეს ქრთამის სახით $300 გამოართვა. აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 328 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. სასამართლოს განჩინებების საფუძველზე დაკავებულია 5 პირი, ხოლო ჯამში პასუხისგებაში მიეცა 14 ადამიანი. როგორია მარნეულში ჰაერის ხარისხის ინდექსი და რა გავლენას ახდენს დაბინძურებული გარემო ჩვენს ყოფაზე, ნახეთ სიუჟეტში. ნოემბერში ჰაერის ხარისხი საქართველოში საგრძნობლად გაუარეს და რაც სპეციალისტების განმარტებით უდაბნოდან შემოსულ მტვრის მასებს უკავშირდება. ნოემბრის ბოლოს რამდენიმე დღით ფიქსირდებოდა მტვრის მაღალი კონცენტრაცია, რამაც ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად გაზარდა და განსაკუთრებით მგრძნობიარე გახდა ბავშვებისა და ქრონიკული დაავადებების მქონე პირთათვის. შექმნილი ვითარების ფონზე რეგიონ ნიუსი დაინტერესდა, როგორია ჰაერის მაჩვენებელი მარნეულში 5 დეკემბრის მონაცემებით. აღმოჩნდა, რომ 17 საათისთვის მარნეულში ჰაერის დაბინძურების ინდექსი 30-31 PM-ია, რაც ჰაერში მძიმე მეტალების კონცენტრაციის ზღვარია, თუმცა ციფრები გასულ დღეებთან შედარებით მნიშვნელოვნად შემცირებულია. მარნეულში გამიყენია 4 ჰაერისაზომი აპარატი, სოფელ მარადისში 2 და სოფელ წერეთელში 1 აპარატი, ანუ რეალურად მარნეულის რეგიონის რაღაც არამარტო ქალაქს, არამედ ორ სოფელს მონიტორინგსაც ვახორციელებთ. ზოგადად პრობლემა ტრანსპორტის დაბინძურებიდან გამომდინარე, როგორც თბილისში, ისე მარნეულშიც იყო, ეს იყო უდაბნოს მტვერი და ახლაც ფიქსირდება ოდნავი დაბინძურება, ოღონდ არა ისეთი მასშტაბის, როგორც წინა თვის განმავლობაში იყო. მარნეულის პრობლემა ზოგადად ჩვენ რასაც ვაკვირდებით არის ბალახის და ფოთლის დაწვა, რომელიც ხელოვნურად ზრდის ამ ჰაერის ხარისხის დაბინძურებას. კონკრეტული ლოკაციის ჰაერის ხარისხის მონიტორინგი იზომება 1 წლის თავზე, 4-ვე სეზონზე, თუ საშუალოდ რა მდგომარეობა არის კონკრეტულ ადგილას. ესეთი მაღალი მაჩვენებელი აღარ ფიქსირდება, თუმცა მცირე დაბინძურება არის, მაგრამ ის რაც ხდებოდა ნოემბრის თვეში, ესეთი მაჩვენებელი დღევანდელი მოცემულობით ეგეთი დაბინძურება არ არის. მიუხედავად ბუნებრივი ფაქტორებით გამოწვეული დაბინძურებისა, მოსახლეობის ნაწილი თავადაც არ წყვეტს გარემოს დაბინძურებას. დღეს მარნეულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ უკანონო ნაგავსაყრელზე საბურავების წვის ფაქტიც დაფიქსირდა. საგულისხმოა, რომ საბურავების წვის შედეგად გაბრქვეული გამონაბოლქვი ერთ-ერთი ყველაზე უფრო მძიმე შედეგების მომტანია სასუნთქი გზებით დაავადებული პირთათვის. სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლა სრულად დაუფინანსდება. რეგულაცია 2026 წლიდან ამოქმედდება, რის შესახებაც გივი მიქანაძემ ისაუბრა. შეზღუდვა არ შეეხება საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, რომლებიც გარკვეული გრანტებით ფინანსდებიან. მომდევნო სასწავლო წელს კი კერძო უნივერსიტეტების სახელმწიფოსგან აღარ დაფინანსდებიან. 2026-27 სასწავლო წლიდან ჩარიცხული პირველკურსელები და ამიერიდან შემდეგ საჯარო დაწესებულებებში მათ არ ექნებათ საგრანტო დაფინანსება იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს სასწავლო პროცესი იქნება მათთვის უფასო და შესაბამისად სახელმწიფო უნივერსიტეტებს მათი საჭიროებებიდან გამომდინარე ეს იქნება სახელფასო კომპონენტი, ეს იქნება მატერიალურ-ტექნიკური ბაზა თუ სხვა, უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადების საფუძველზე. ამასთანავე უცხოელი სტუდენტების საკითხთან დაკავშირებით შემდეგი სასწავლო წლიდან დადგება გარკვეული შეზღუდვები
ცვლილებები, კერძოდ ამ კონცეფციიდან გამომდინარე, ჩვენ შეგვაქვს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის თანახმადაც უცხოელი სტუდენტების მიღება გარდა გამონაკლისის შემთხვევებისა არ იქნება შესაძლებელი სახელმწიფო უნივერსიტეტებში, სამაგიეროდ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურდა სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარება, მათ შეიძლება ჩააბარონ კერძო უნივერსიტეტებში. საქართველოს ბანკმა სადახლოსა და დმანისში ახალი ფილიალები გახსნა. რა სერვისებს თავაზობს ბანკი, მომხმარებელს ნახეთ სიუჟეტში. საქართველოს ბანკმა სადახლოსა და დმანისში 2 ახალი ფილიალი გახსნა, რაც ადგილობრივი მოსახლეობისთვის საბანკო მომსახურებებზე ხელმისაწვდომობას ზრდის. ახალი ფილიალების გახსნა ბანკის იმ სტრატეგიის ნაწილია, რომელიც მიზნად მოქალაქეებისთვის სწრაფი და მარტივი საბანკო სერვისების უზრუნველყოფას ისახავს. ქვემო ქართლი ეთნიკურად მრავალფეროვანი და დინამიკური რეგიონია. აქ მცხოვრები ადამიანებისთვის საბანკო სერვისებზე ხელმისაწვდომობა ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ბანკისთვის პრიორიტეტულია, რომ ნებისმიერ მოქალაქეს საბანკო სერვისებზე და პროდუქტებზე სრულფასოვანი წვდომა ჰქონდეთ და მომსახურებას სწრაფად და მარტივად იღებდნენ ფილიალებში. სწორედ ამ მიზნით გავხსენით 2 ახალი ფილიალი სადახლოსა და დმანისში. ჩვენი მიზანია მოსახლეობისთვის ყოველდღიურად კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ როგორც ფილიალების ქსელი, ასევე დისტანციური არხები, გადახდის ტერმინალები, ბანკომატები, რომლებიც უკვე ადაპტირებულია აზერბაიჯანულ, სომხურ და თურქულ ენებზე. ჩვენ აქტიურ რეჟიმში ვაგრძელებთ მუშაობას, რათა ადგილობრივ მოსახლეობას შეუქმნათ ყველა ის შესაძლებლობა, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობაში დაეხმარება. მათ საჭიროებებზე იქნება მორგებული და საბანკო სერვისების მიღების პროცესს მნიშვნელოვნად გაუმარტივებს. ახალ ფილიალებში მომხმარებლებს შესაძლებლობა აქვთ მიიღონ ყველა ძირითადი საბანკო მომსახურება, რაც მათ ყოველდღიურ საქმიანობას გაამარტივებს და ფინანსურ ოპერაციებს უფრო კომფორტულს გახდის. საქართველოს ბანკი არის პირველი ბანკი, რომელმაც სადახლოში ფილიალი გახსნა. ბანკი რეგიონების მასშტაბით მუდამ იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა უკვე სოფლებშიც სთავაზობს მომხმარებლებს საბანკო სერვისების მიღების შესაძლებლობას. ბანკი რეგიონების მასშტაბით მუდამ იყო წარმოდგენილი, თუმცა ახლა უკვე სოფლებშიც ვთავაზობთ სერვისის მიღების შესაძლებლობას, რაც კიდევ ერთი ნაბიჯია რეგიონში ფინანსური ხელმისაწვდომობის ზრდისკენ. ახალ ფილიალებში ადგილობრივებს სრულფასოვანი საბანკო მომსახურების მიღება შეუძლიათ. ანგარიშის გახსნა, ბარათების აღება, გზავნილების გაგზავნა, მიღება, ანაბრების გახსნა, გადარიცხვების სხვა საბანკო ოპერაციები, ასევე იპოთეკური, სამომხმარებლო, ბიზნეს ცესხებზე შეუძლიათ ინფორმაციის მიღება. აღსანიშნავია, რომ ფილიალი ემსახურება როგორც ფიზიკურ პირებს, ისევე თვითდასაქმებულებს და მცირე ბიზნესის წარმომადგენლებს, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური განვითარებისთვის. გარდა ამისა, ფილიალში განთავსებულია თანამედროვე თვითმომსახურების აპარატები, რის მეშვეობითაც მომხმარებლებს დამოუკიდებლად შეუძლიათ ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების განხორციელება. მომხმარებლებისთვის პროცესის კიდევ უფრო გამარტივების მიზნით, საქართველოს ბანკის მობაილ ბანკსა და ინტერნეტ ბანკში ახალი ენები დაემატა, მათ შორის აზერბაიჯანული. ფილიალშიც თვითმომსახურების აპარატები სრულად მხარდაჭერილია აღნიშნულ ენაზე. გარდა ამისა, ფილიალში მოსულ მომხმარებლებს შესაძლებლობას ვაძლევთ ადგილზე მომსახურება, კონსულტაცია აზერბაიჯანულ ენაზე მიიღონ, რაც ადგილობრივი მომხმარებლებისთვის ფინანსური ოპერაციების განხორციელებას კიდევ უფრო მეტად ამარტივებს. ფილიალის გახსნამდე ადგილობრივებს საბანკო სერვისების მისაღებად უახლოეს ფილიალამდე გზავრობა უწევდათ, რაც დამატებით დროს, ხარჯებს და დისკომფორტს გულისხმობს. ახლა კი მდგომარეობა არსებითად შეიცვალა. ბანკი ფაქტობრივად მივიდა მომხმარებლამდე და მათთვის ყოველდღიური ფინანსური ოპერაციების შესრულება ბევრად უფრო მარტივი, სწრაფი და ხელმისაწვდომი გახდა. ჩვენი მიზანია სადახლოში დმანისში და მის მიმდებარედ მცხოვრებმა მომხმარებლებმა მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება სწრაფად და კომფორტულად. ახალი ფილიალების გახსნა არის მნიშვნელოვანი ნაბიჯი ერთის მხრივ იმ მიმართულებით, რომ მოსახლეობისთვის ფინანსური სერვისები იყოს თანაბრად ხელმისაწვდომი ყველა რეგიონში, მეორეს მხრივ კი ხელს ვუწყობთ რეგიონში სამუშაო ადგილების შექმნას. სამომავლოდ კიდევ არაერთი სიახლე იგეგმება, მათ შორის არის ახალი ფილიალების გახსნა, ბანკომატებისა და გადახდის აპარატების დამატება. გარდა ამისა, საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისების მიზნით არაერთ საინტერესო შეთავაზებას უკეთებს, მათ შორის აქციებს. ამჯერად წლის ბოლომდე ის მომხმარებლები, რომლებიც დმანისის, სადახლოს და გარდაბნის ფილიალებში გვეწვევიან და ლარში გახსნიან ანაბარს, სარგებელს სტანდარტულ +1%-ში მიიღებენ. ერთგულ მომხმარებლებს სამომავლოდ კიდევ არაერთ საინტერესო შეთავაზებას ვუმზადებთ.
სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ბოლო 48 საათის განმავლობაში 75 პირი დააკავეს. მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა, შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა. სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა. ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების შეკის შედეგად, ასევე ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს მათ მიერ მითითებული ადგილებიდან მივტკიცებათ ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის კოკაინი, ჰეროინი, ალფა PVP, MDMA, მეთადონი, სუბოტექსი, ბუპრენორფინი, პრეგაბალინი, ლირიკა და მარიხუანა. პოლიციის მიერ ასევე ამოღებულია თესასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალებების დაფასებისთვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260, 260 ტერცია, 260 კვარტა და 271 მუხლებით მიმდინარეობს. მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას. ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. ამ დროისთვის ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ინფორმაცია. ახლა პირდაპირ ეთერში ჩემი კოლეგა თურაჯ იბრაგიმოვა უერთდება. მე დროებით გემშვიდობებით, მშვიდობიან საღამოს გისურვებ. Salam canlı yayında Region News'un informasiya buraxılışıdır. Mən onun aparıcısı Turac İbrahimovayam. Marneolidə 4 saylı dövlət məktəbinin direktoru rüşvət aldığına görə həbs edilib. O, saxta arayış müqabilində vətəndaşdan 300 ABŞ dolları rüşvət alıb. Yuxarıda qeyd olunan əməllə bağlı istintaq Gürcüstan Cinayət Məcəlləsinin 338-ci maddəsinin 1-ci hissəsi ilə aparılır ki, bu maddə 6 ildən 9 ilədək azadlıqdan məhrum etməni nəzərdə tutur. Marneolidə rüşvət alma faktı əsasında Marneolinin 4 saylı dövlət məktəbinin hazırda fəaliyyətdə olan direktoru həbs edilib. O, atestat vermək üçün lazımlı imtahanların güya verilməsi müqabilində bir vətəndaşdan rüşvət kimi 300 ABŞ dolları alıb. Bu hərəkətə görə Gürcüstan Cinayət Məcəlləsinin 338-ci maddəsinin 1-ci hissəsi ilə istintaq aparılır. Cinayət 6-dan 9 ilədək azadlıqdan məhrum etməni nəzərdə tutur. Cəmi 5 nəfər saxlanılıb, 14 nəfər isə məsuliyyətə cəlb olunub. Marneolidə havanı çirkləndirən bir neçə amil mövcuddur ki, onlardan biri də avtomobil təkərlərinin yandırılmasıdır. Ətraflı materialımızda. Noyabr ayında Gürcüstanda hava keyfiyyəti xeyli pisləşib. Mütəxəssislərin fikrincə bu səhradan gələn toz kütlələri ilə əlaqədardır. Noyabr ayının sonunda bir neçə gün ərzində yüksək toz səviyyəsi qeydə alınıb. Nəticədə hava çirkliliyi səviyyəsini əhəmiyyətli dərəcədə artırıb. Bu da uşaqları xroniki xəstəlikləri olan insanları xüsusilə həssas edib. Mövcud vəziyyəti nəzərə alaraq Region News Marneolidəki hava keyfiyyəti ilə maraqlandı. Dekabrın 5-nə olan məlumatlara görə Marneolidə hava çirkliliyi indeksi saat 17:00-a olan göstəricilər havada ağır metalların səviyyə həddi 30-31 təşkil edib. Lakin əvvəlki günlərlə müqayisədə rəqəmlər xeyli azalıb.
Bizim havanın təmizliyini ölçən qurğularımız Marneolidə 4 məkana yerləşdirilib. Marneoli şəhərində 2 ədəd Maradisidə və 1 ədəd Seretelidə işləyir. Noyabr ayı boyu Marneolidə hava həddindən artıq çirkli idi. Belə desək tozlu idi. İndi hazırda vəziyyət noyabrda olduğu qədər pis deyil. Amma bu qurğuların illik hesabatını yaz, yay, payız, qış da daxil olmaqla ildə bir dəfə yoxlaya bilirik. Ona görə də konkret olaraq hazırda Marneolidə il ərzində havanın nə dərəcədə çirkli olması barədə məlumat verə bilmirəm. Təbii amillərin yaratdığı çirklənməyə baxmayaraq, əhalinin bir hissəsi ətraf mühiti çirkləndirməkdən də əl çəkmir. Bugün Marneolidə bazarın yaxınlığında yerləşən qanunsuz zibilxanada təkərlərin yandırılması faktı qeydə alınıb. Qeyd edək ki, təkərlərin yandırılmasından yaranan çirkli hava tənəffüs yolu xəstəlikləri olan insanlar üçün ən ağır nəticələrə səbəb olur. Ali təhsil ocaqlarında təhsil almaq pulsuz olacaq. Bu barədə Gürcüstanın təhsil naziri müsahibə verib. Ali təhsil sistemində milli islahatların elan edilməsindən bəri biz dəfələrlə qeyd etmişdik ki, insanların əsas diqqəti dövlət universitetlərinə yönəlib. Dövlət sifarişlərini bazar araşdırması və ehtiyaclarına əsasən yerinə yetirən dövlət universitetləridir. Müvafiq olaraq əsas maliyyələşdirmə resurslarının səfərbər edilməsi bu prinsip nəzərə almaqla həyata keçiriləcək. Bu yeni deyil. Özəl universitetlərə lap əvvəldən məlum idi ki, yeni maliyyələşdirmə modelinin tamamilə dövlət universitetlərinə yönəldiləcəyi gözlənilir. Özəl universitetlərə gəldikdə isə, gələn tədris ilində özəl universitetlərə qəbul olan tələbələr artıq dövlətdən qrant dəstəyi almayacaqlar. Bir daha aydınlaşdırmaq istərdik ki, artıq qeydiyyatdan keçmiş tələbələr, 2-ci, 3-cü, 4-cü kurs tələbələri, eləcə də magistr tələbələri qrant almayacaqlar. Gürcüstan Bankı Sadaxlıda və Dmanistdə yeni filiallar açdı. Daha ətraflı süjetdə. Gürcüstan Bankı Sadaxlı və Dmanistdə 2 yeni filial açaraq yerli əhalinin bank xidmətlərinə çıxışını artırıb. Yeni filialların açılması bankın vətəndaşlara sürətli və asan bank xidmətləri göstərmə strategiyasının bir hissəsidir. Xemokartli etnik rəngarəng və dinamik bölgədir. Burada yaşayan insanlar üçün bank servisinin əlçatan olması çox əhəmiyyətlidir. Vətəndaşların bank xidmətlərindən sürətli və asan şəkildə yararlanması Gürcüstan Bankı üçün çox əhəmiyyətlidir. Bu məqsədlə 2 yeni filial açdıq. Onlar Sadaxlı və Dmanistdə yerləşirlər. Biz ödəmə terminallarını, filial şəbəkələrini, distansiyalı kanalları, bankomatları gündəlik olaraq sakinlər üçün əlçatan etməyə çalışırıq. Bunlar Azərbaycan, erməni və türk dillərinə tərcümə olunub. Biz yerli sakinlər üçün xidmətlərimizin gündəlik onlara yardımcı olmasına çalışırıq. Həm işlərində faydalı olacaq, həm də bank xidmətləri işlərini asanlaşdıracaq. Gürcüstan Bankı Sadaxlıda filialını açan ilk bankdır. Artıq kəndlərdə də xidmətimizi əlçatan edirik. Yeni filiallarda müştərilər bütün əsas bank xidmətlərini əldə etmə imkanına malikdirlər. İlk bankdır. Bank həmişə bütün bölgələrdə fəaliyyət göstərib. Lakin indi kəndlərdəki müştərilərinə də bank xidmətləri təklif edir. Bu da bölgədə maddi artıma təkan verir. Yeni filiallarda yerlilər bütün bank xidmətlərindən yararlana biləcəklər. Hesab açmaq, kartlar götürmə, pul göndərmə, qəbul etmə, pul köçürmə, digər bank servisləri, ipoteka, istifadəçi, biznes kreditləri barədə məlumat alacaqlar. Filiallar fiziki şəxslərə, öz işi olanlara, kiçik təsərrüfatçılara da xidmət edir.
Filiallarda müasir özünə xidmət aparatları var. İnsanlar onun vasitəsilə gündəlik maliyyə əməliyyatlarını yerinə yetirə biləcəklər. İstifadəçilərə proses daha asan olsun deyə Gürcüstan Bankının mobil bankına və internet bankına yeni dillər, o cümlədən Azərbaycan dili əlavə edildi. Filiallardakı aparatlar da bu dillərdə xidmət göstərə bilir. Filiallarda konsultasiya Azərbaycan dilində olur. Filiallar açılana qədər yerli sakinlər onlara yaxın banka gedəsi olurlar. Bu da diskomfort və vaxt itkisi idi. İndi bank istifadəçiyə daha yaxın gəldi. Bank işlərini yerlilər daha asan və sürətlə yerinə yetirəcəklər. Biz yeni filiallar açaraq həm yeni iş yerlərini yaradaraq, həm də insanların işini asanlaşdırırıq. Yaxın gələcəkdə yeni filialların açılacağı gözlənilir. Bundan başqa Gürcüstan Bankı istifadəçiləri həvəsləndirmək üçün bir neçə maraqlı təkliflər edir. Aksiyalar da təklif edir. Hazırda ilin sonuna qədər Humanis, Qardaban və Sadaxlı filiallarında Lari ilə hesab açarlarsa bir üstəgəl formada fayda görəcəklər. Vəfalı istifadəçilərə isə bir neçə maraqlı təklif hazırlayırıq. Hüquq mühafizə orqanlarının əməkdaşları son 48 saat ərzində Tbilisidə və bölgələrdə narkotik ittihamı ilə 75 nəfəri həbs ediblər. Onların arasında həm Gürcüstan, həm də xarici vətəndaşlar var. Saxlanılanlar küllü miqdarda narkotik vasitələrin, psixotrop maddələrin qanunsuz alınması, saxlanması, satışı və satışına kömək etmə ittihamı ilə ittiham olunurlar. Hakimin qərarı əsasında aparılan gizli istintaq hərəkətləri, yəni audio və video yazıları vasitəsilə əldə edilən sübutlar saxlanılan şəxslərin əksəriyyətinin narkotik maddələrin satışı üçün müxtəlif yol və metodlardan istifadə edərək sistematik şəkildə qanunsuz dövriyyəsi ilə məşğul olduğunu təsdiqlədi. Təqsirləndirilən şəxslərin şəxsi əşyalarının, nəqliyyat vasitələrinin və yaşayış evlərinin axtarışı nəticəsində, eləcə də aparılan istintaq eksperimenti zamanı hüquq mühafizə orqanlarının əməkdaşları göstərdikləri yerlərdən sübut kimi satışa hazırlanmış küllü miqdarda müxtəlif növ narkotik vasitələr və psixotrop maddələr müsadirə ediblər. Polis həmçinin odlu silahları, narkotik maddələrin qablaşdırılması üçün lazım olan materialları və narkotik satışından əldə edildiyi iddia edilən pulları müsadirə edib. İstintaq Gürcüstan Cinayət Məcəlləsinin 260, 263-cü, 264-cü və 261-ci maddələri ilə aparılır ki, bu maddələr 20 ilə qədər və ya ömürlük həbsi nəzərdə tutur. Miqrasiya Departamentinin əməkdaşları xüsusi immiqrasiyaya nəzarət əməliyyatları keçiriblər. Əldə edilən məlumatlara əsasən idarənin əməkdaşları Gürcüstanda qanuni əsas olmadan yaşayan xarici vətəndaşları müəyyən etmə məqsədi daşıyan əməliyyat çərçivəsində bir çox yerləri yoxlayıblar. Əməliyyat nəticəsində 28 xarici vətəndaş saxlanılıb. Vəssalam, hörmətli tamaşaçılar, bu mənim əlimdə olan son məlumat idi. Yenidən görüşmək ümidi ilə sağ olun, sağlıqla qalın, özünüzə yaxşı baxın.